თქვენმე M6 ხომ არ იყიდა. ძალიან მიხარია და ვერ ვიჯერებ ამ ფრაზას რომ ვამბობ, მაგრამ ყველაფერი ხდება. M6 შემომიყიდა. მესმის ძალიან უცნაურად ჟღერს ეს სიტყვა და ზოგადად ქართველებს გვაქვს შემომიყიდა, შემომეჭამა და ასე შემდეგ, მაგრამ ისტორიას რომელსაც ახლა მე თქვენ მოგიყვებით, მართლა შემომიყიდა ქვია. ძალიან მაგრად დაიწყო 2025 წელი, იმიტომ რომ ორი ძალიან კარგი შენძენი გავაკეთეთ მე და Trust-Import-მა. ერთ შენძენს ახლა გიმხელთ, იმიტომ რომ ამის მოთმენა ფიზიკურად შეუძლებელია და საერთოდ როგორ მოვიტმინე აქამდე რო არ გითხართ, უბრალოდ ველოდებოდით რომ პორტის ფოტოები მოსულიყო. და მეორე შენაძენს სამწუხაროდ ვერ გიმხელთ, არის ინკოგნიტო, გარკვეული მიზეზებიდან გამომდინარე და ამ მიზეზებსაც რა თქმა უნდა მე გეტყვით, როდესაც ფოტოში ჩავალთ და კონტეინერი გაიხსნება, მანამდე კი უბრალოდ თქვენ შეგიძლიათ თქვენი ვარაუდი დააფიქსიროთ, რა გგონიათ, რა შეიძლება იყოს. მინიშნების მოცემა ბევრი არაფერი არ შემიძლია, ერთადერთი შემიძლია გითხრათ, რომ არის ისეთი ნივთი, რომლის ყიდვასაც ვერ ვიფიქრებთ. მეტი ვერაფერი. სანამ ისტორიის მოყოლას დავიწყებ, მანამდე კიდევ ერთი ძალიან კარგი ამბავი უნდა გითხრათ. როგორც იცით, ჩემი ახის პარტნიორები არიან კომპანია Trust-Import-ი, რომელთან ერთად შევიძინე მე ეს ნივთები როგორ ჟღერს. და ლითლფრი ჯორჯია, რომელიც ზრუნავს ჩემი მანქანის კარგ არომატზე. მაგრამ ამიერიდან უკვე ჩვენი პარტნიორი იქნება Sokar ჯორჯია, რომლის დახმარებითაც ამიერიდან თითქმის ყველა ვიდეოში გავათამაშებ ხოლმე საწვავს. ეს იქნება პირველი ვიდეო, სადაც პირველი გათამაშება გვექნება. პირობები ძალიან მარტივია. ამ ვიდეოს ქვეშ უნდა დაწეროთ ნებისმიერ სახის კომენტარი, რაც თქვენ გაგიხარდებათ და ერთი კვირის თავზე რენდომაიზერით ამოვარჩევთ ერთ გამარჯვებულს. გათამაშდება 50 ლიტრის საწვავი და მთავარია რომ გამარჯვებულს ჩემი არხიც გამოწერილი ჰქონდეს. გისურვებთ წარმატებას და არ გამოტოვოთ ამიერიდან არც ერთი ვიდეო, იმიტომ რომ თითქმის ყველა ვიდეოში გვექნება 50 ლიტრის საწვავი გათამაშებაში. კარგი, ეხლა დავიწყოთ ისტორია. მოკლედ, ძალიან დიდი ხანია მინდა მანქანის შეძენა. აი, ჩემი მანქანა რომ ჩამოვიყვანე, რომ ვაკეთებდით ფოთში წავედით, ჩამოვიყვანეთ, მე დაშლებში დავდიოდი, პროფილაქტიკაში ვაკეთებდი ამაზე ვიდეოებს ვიღებთ, ეს პროცესი იყო რამდენადაც დამღლელი, რამდენად ძალიან სასიამოვნო. და თქვენ გამოხმაურებსაც ვნახულობდი, რამდენად მოგწონდათ და რამდენად გაინტერესებდათ ეს ყველაფერი. ამიტომ გადავწყვიტე, მე და Trust-Import-მა ერთად გადავწყვიტეთ, რომ კიდევ ჩავმეყვანა მანქანა, გამეკეთებინა, რაღაც პროექტივით ყოფილიყო და თქვენთვის კარგი კონტენტი შემექმნა. თუმცა ეს ზებნის პროცესი გაიწელა ვერ აღგიწერთ რამდენი ხანი. რომ არ მოგატყუოთ, ალბათ 3 თვეა მინიმუმ მანქანას ვეძებთ. კრიტერიუმები იყო ესეთი, რომ მანქანა უნდა ყოფილიყო ისეთი, რომ ჩემი ინტერესის სფეროს ყოფილიყო, პლუს ამას თქვენცაც საინტერესო საყურებელი ყოფილიყო და მე რო რამე და ეს მანქანა შემტენბოდა, ესე ვთქვათ, უკმაყოფილო არ დარჩენილიყავი. ამიტომ ვეძებდი BMW-ს, თან მინდოდა რომ ყოფილიყო ისეთი, რომელიც გადაღებული არ მქონდა და მაგაზე ტესტს გავაკეთებდით, ასე ვთქვათ, პირდაპირ ჩემს მანქანაზე და არჩეული მქონდა BMW 425 ან 440. M-ზე არასდროს არ მიფიქრია. მხოლოდ M პაკეტს ვფიქრობდი, M-ზე არც მიოცნებია პირდაპირ ვამბობ, იმიტომ რომ წარმოდგენა მაქვს დაახლოებით M-ის ბიუჯეტი რა არის და ჩემი ბიუჯეტი მაგდენს ვერ გაწვდებოდა და შესაბამისად არც მიფიქრია, არც მომიძებნია. 3 თვე გავიდა მანქანის ძებნაში. ძალიან რთულია ზოგადად აუქციონზე მანქანის ძებნა, იმიტომ რომ ძალიან ბევრი კრიტერიუმი უნდა დააკმაყოფილოს. ყველა ამ კრიტერიუმით მანქანის პოვნა ხანდახან მეგონა ფანტასტიკის სფერო. მაგალითად, ჩემი ძირითადი კრიტერიუმი იყო ის, რომ ძალიან დაზიანებული არ უნდა ყოფილიყო გარედან, იმიტომ რომ არის შემთხვევები ჩამოყავთ მანქანები, რომელსაც ფაქტობრივად თავიდანაც ყოფენ და კერავენ და გადაჭრილი და ერთმანეთზე შეერთებული მანქანები არის ყოველად დაუშვებელი, რომ ბაზარზე არსებობდეს, ამას ვამბობ თამამად, იმიტომ რომ ყველანაირი უსაფრთხოების სტანდარტი დარღვეული აქვს ამ ავტომობილს და შემდეგი ავარია შეიძლება საერთოდ ფატალურად დასრულდეს მისი მომდევნო მფლობელისთვის. ამიტომ ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი. თუ კიდევ იქ იყო ძალიან ბევრი კრიტერიუმი წვრილი, რომელიც ჩამოსვლასაც ახლა არ დავიწყებ, იმიტომ რომ ძალიან გამიგრძელდება საუბარი. ფაქტი არის ის, რომ 3 თვე ვეძებდით მანქანას. ამ 3 თვეში სულ რამდენიმე შემთხვევა იყო, რომ მანქანა მოგვეწონა და ვითამაშეთ, მაგრამ ფასები ადიოდა არარეალურ ნიშნულამდე. იმიტომ რომ საერთოდ არ ღერდა მაგ მანქანებში ადგილზე მაგხელა თანხის გადახდა, რამდენზეც მიდიოდა თამაში, იმიტომ რომ იმის ჩამოყვანა, გაკეთება და სისრულეში მოყვანა საბოლოოდ ზარალში წამიყვანდა და ზედმეტი ფული სამწუხაროდ არ მაქვს. მოკლედ უკვე ახალი წელი მოდიოდა და რაღაცნაირად ძალიან მწყდებოდა გული, რომ 2024 წელს ვასრულებდი მაგ სურვილის ასრულების გარეშე. მაგრამ აი სადღაც გულის სიღრმეში მეგონა, რომ 2025 წელს ახალი შენაძენით შევხვდებოდი. ერთ დღესაც უკვე მართლა იმედი მაქვს გადაწურული, რომ ოდესმე მანქანას ვიპოვი რა და გადაღებაზე ვარ და მომდის დავითის მესიჯი, დავით არის Trust-Import-ის წარმომადგენელი და დამფუძნებელი. მიგდებს ლინკს, სადაც არის აუქციონზე გამოსაყვანი M6. ლინკი ვნახე, მაგრამ
დიდად სერიოზულად არ აღვიქვი. ჩავთვალე რომ სხვა რაღაცისთვის მაჩვენებდა. დამირეკა და მითხრა რომ ნახე მანქანა გამიგიგზავნე და მეთქი ვნახე, მაგრამ არ ვიცი მეხუმრები რა M6 ანუ 435 და 440 ვერ გვიყიდია იმ ბიუჯეტში, რა ბიუჯეტიც გვაქვს გათვლილი და M6 რანაირად ვიყიდით. Ну, ამ შემთხვევაში დავითმა მითხრა, რომ ეს ცოტა განსხვავებული შემთხვევა არის ღამის აუქციონი. ღამის აუქციონზე ძალიან ბევრჯერ ყოფილა, რომ მანქანა მომიგია ბევრად დაბალ ფასში, ვიდრე მისი საბაზრო ღირებულება არის, ამიტომ ცდად ღირსო. რომ დაფიქრდეთ, ცდად ნამდვილად ღირს, იმიტომ რომ მე არაფერს არ უკარგავ, მე მაქვს კონკრეტული ბიუჯეტი, რომლის ზედაზღვარიც არსებობს და იმის ზევით ვერ წავალ. ამიტომ მე შევალ აუქციონზე, რა პრობლემაა, ვეთამაშები იქამდე სადამდეც მაქვს მე ლიმიტი და მე ვინც გააგრძელებს და ვინც მოიგებს, ღმერთმა მშვიდობაში მოახმაროს, მე არაფერს არ დავკარგავ. იქ ღამის აუქციონი ნიშნავს, რომ ჩვენთან არის სადღაც დილის 6 საათი. გათენდა ის დილა, როდესაც იყო აუქციონი, ოდნავ რომ გამოიღვიძებ, აი ძილბურანში ხარ, არც გძინავს, არც გვიძავს, აი ეგრე ვარ სუსტად და მახსენდება, რომ დღეს აუქციონი ყოფილიყო. და ვფიქრობ, ნეტა რა მოხდა, მაგრამ აი 99.9%-ით დარწმუნებული ვარ, რომ წაგებული გვაქვს, იმიტომ რომ აბსოლუტურად ყველა აუქციონზე ეგ შედეგი დადგა რაღაცნაირად, ხო, უკვე სკეპტიკურად ხარ განწყობილი და პლუს ამას ემატება ის, რომ მანქანა ისეთი, რომლის მოგებაც მაგ ბიუჯეტში ჩათვალეთ წარმოუდგენელია. ვფიქრობ და არ მინდა გაღვიძება, იმიტომ რომ უნდა დამხვდეს მესიჯი, ვიცი რომ აი წავაგეთ ეს ამ შემდეგ. მოკლედ სამსახურში წახვის დრო მომდის უკვე უნდა გავიღვიძე პირველი რას ვაკეთებ ეგრევე ტელეფონს დავხედავ ხოლმე, იმიტომ რომ უამრავი notification-ია მოსული და ხვდება დავითის მესიჯი, მესიჯი ბარზე რო არის პირდაპირ, რომ გილოცავ თქვენ მოიგეთ M6. ანუ ვერ აღგიწერთ რა და მიმართ. ანუ მართლა ეხლა წარმოიდგინეთ თქვენს თავზე რომ უცბად ვიღაც გეუბნებათ რომ თქვენ M6 შეიძინეთ, აი თქვენ რა დაგემართებოდათ ეგ დამემართა. სიხარული ვერ ვიგრძენი. პირველი მქონდა შოკი. მერე 20 წუთი ვიჯექი ესე ლოგინში და მივჩერებოდი კედელს და აი ეგრევე იცით რა ემოცია წამოვიდა. ვიგრძენი უზარმაზარი პასუხისმგებლობა, რომ მე აი ეგ მანქანა ვიყიდე და აი მაგის პროექტი მაქვს თავიდან ბოლომდე ბოლოში გასაყვანი. რომელსაც არც ცოტა ფინანსები ჭირდება. ნუ ის დღე ჩამთორდა და მეორე დღიდან უკვე შევიგრძენი ის სიხარული და გავაცნობიერე რაც მოხდა, რომ მე გავხდი M-ის პატრონი, თან რომელი M-ის M6-ის პატრონი და დღემდე ყოველ დღე თავიდან ვაცნობიერებ ამ ყველაფერს და ვერ ვიჯერებ და თან აი ძალიან მიხარია, პირველ რიგში ყველაზე ძალიან რაც მიხარია არის ის, რომ თქვენ მოგიმზადებთ ძალიან მაგარ კონტენტს. დაახლოებით 2 დღეში უკვე პორტის ფოტოები მოვა. წავალთ დავითთან Trust Import-ის ოფისში, სადაც გვაჩვენებს მანქანას. გვეტყვის, მოგიყვებით ვიდეოში რა ჭირს მანქანას, რა მდგომარეობაშია, რას უნდა ველოდოთ და ასე შემდეგ. და მე იზღად დაგვრჩენია რომ დაველოდოთ, როდის ჩამოვა, წავიდეთ ფონდში, გავხსნათ კონტეინერი და ჩამოვიყვანოთ და შევუდგეთ მის შეკეთებას. გამარჯობა ბატონო დავით. როგორ ხარ? კარგად, თავად? ეც კარგად. ვერ ხარ ვიჩვენ? მოვიყვანეთ შენი მანქანა პორტში. მადლობა. რასაც ველოდებით ისეთია ზუსტად. ხარი აი პირდაპირ რომ პროგნოზი მითხარი, რას უნდა ველოდოთ, იმიტომ რომ ისეთი ფაში გვაქვს მოგებული, რომ ცოტა მეშინია, იმიტომ რომ ხო, ნახე მაგ ფაში რო გვაქვს მოგებული, მაგიტომაც გავისკეთ იდეაში რა. აქედან ალბათ ყველაფერს უნდა ველოდოთ, მაგრამ მაინც პროგნოზი ესეთია, რომ რახან სტატუსი ქონდა, რომ სალონი დამწვარი და უკანასიდენია, ასე ვთქვათ, უკანას კამის ავარძელი არის ამოშლილი. ვფიქრობ, რომ რაღაცა ბენზონასოსთან რაღაც იჩალიჩა და ცეცხლი გავუშტათ. ეს დასაჯდა მეცარი ეგ არის ამოგდებული და ეს შუაში არის სამოღებული საერთოდ ის, ხო? ხო, ეს წინას კამის ფეხებთან გდია, ხო, ის არის რა. დანარჩენი ძრავში ყველაზე კარგ ვარიანტში ბენზონასოს ცეცხლი გავუშტა და ეგ პრობლემა გვექნება მოსაგვარებელი რა. ძრავზე ეხლა ერაფერს ვერ ვიტყვით, ამონაცემებით არ ვიცი ძრავს რა მდგომარეობაში იქნება, მაგრამ საერთო ჯამში ჩაგისვამთ კარგად მაგ ფოტოებსაც ხმის ქვეშ, იმიტომ რომ კარგად ნახოთ როგორი მანქანაა. საერთო ჯამში ძრავსაც რა პრობლემა ქონდეს,
ისე გავთვალეთ მაინც ფასი, რომ მისაღებია ვფიქრობ რა. Tidak spisa, mართლა ვერ ვიჯერებ ეგეთ ფაში როგორ მოიგე მანქანა. Ერთად არ მეგონა იმანამდე ხა ვიდეოს მოთქვამი მაქვს, რამდენი მანქანას ვეთამაშოთ, просто რამდენი ხანი ვეძებდით, რომ აი რა ყველა კრიტერიუმი დაეკმაყოფილებინა და თანან დათმობნებოდა, რომ ძალიან კაი მანქანა უნდა ვიყიდოთ, თუ არც ძალიან დამტროლი არ უნდა ყოფილიყო, კარგი ისტორია უნდა ქონოდა და რამდენი კარგი მანქანა ვნახეთ, მაგრამ დავით მე ყოველთვის ისტორიას ამოწმოდა ხოლმე ქალქფაქსზე და რაღაცა იყო ხოლმე და მაგის გამო ვიშვებოდით, აი სულ ვეთამაშეთ რამდენიმე მანქანას, იმიტომ რომ ძალიან რთული იყო ზოგადად გეპოვა ისეთი მანქანა, რომელსაც ანუ ყველა კრიტერიუმი დაკმაყოფილებული ექნებოდა რა და თან ღირდა და რასაც ვეთამაშეთ საერთოდ ისეთ ფასებში გავიდე ხომ მანამდე ვამბობდი რომ აზრი არ ქონდა მაგის აქ ჩამოყვანას და გაკეთებას ზარალს უნდა წავსულიყავი და ჩვენ ძირითადად მე ეს მანქანა რომ მეჩვენა მეთქი კაი მიეღებდი რა M6 მე აი ეს სასწაული მოახდინე დავითმა მეც არ მჯერა დღემდე არ მჯერა იცი რა გამახსენდება ჩვენ მაინც აქცენტი ქონდა მე-4 სერიაზეც მე-6 სერიაზეც მაგრამ M-ს არ განვიხილავდით იმიტომ რომ ორჯერ ძვირი და მე-6 სერიაზეც როგორ ვიყავ იცი რომ აი თუ გამოჩნდა რაღაცა ისეთი ჩავარდა და რაღაცა ნორმალური ვიყიდეთ ნუ ნორმალურ ფაში მაგრამ მე-4 სერიაზი ისეთ ფაში გადიოდა ვაფშე არ ვფიქრობდი საერთოდ M-6 და მე-6 სერიაზს ვიყიდით და თუ M-ს ძალიან კარგი შენ გამომწერებსაც დარწმუნებული ვარ M6 უფრო დაინტერესებს ვიდრე ჩვენ მე-4 სერია ან მე-6 სერია. აბა მე რაზე მწყდება იცი გული? მე მინდოდა რომ დამტრეული ყოფილიყო და დაშლილებში მე არა ეგ მომენატრა. მაგაზე დამწყდა გული რაღაც კუთხით იმიტომ რომ უფრო კაი პროექტი გამოვიდოდა ყველა ბევრს აინტერესებს ეს აღდგენის. ხო რა იმიტომ მე ჩემ მაგრამ მოდი რა ვქნათ იცი ხა ამ მანქანაზე როგორ თქვა ვინატროთ მეთქი მაგრამ ზრავი თუ დაზიანებული ექნება ძალიან იხალისებს ყველა იმიტომ რომ კაი პროექტი გამოვა არ მინდა მაგრამ კი მაგარი საყურებელი ხო ამის ზრავის აღდგენა ალბათ საქართველოში გადაღებული არავის ექნება აუ ეს როგორი შემთხვევა იცი ნებისმიერ შემთხვევაში მოგებული ვრჩები თუ ზრავი იყო საკეთებული ჩვენ გავამწეროთ მაგრა გავახარებ ისეთი კონტენტი დაიდება და თუ ზრავი გადარჩენია მე ძალიან გამიხარდება იმიტომ რომ მარტივად გავაკეთებ ამ მანქანას და მე ძალიან მაგარ ვიდეო შემოგთავაზებ თან ამის ტესტრები გადაღებული რა თქმა უნდა არ მაქვს ზუსტად ეგეთი მანქანაც მინდოდა ვახსენე კიდევაც რომ რაზეც არ მქონდა რევიუ გადაღებული იგითიც უნდა ყოფილიყო ხალხსაც უნდა დააინტერესებდა თუ აი და ვერ გავყიდე შემეტენებოდა მანქანა მე ძალიან დიდი სიამოვნებით უნდა დამეტოვებინა და აი ყველა კრიტერიუმს აკმაყოფილებს ეხლა მითხარი რა ეტაპზე ვართ სად არის მანქანა და როდის მოვიდოთ ეხლა მანქანა ჩვენთან არის სპორტში ნუ რა თქმა უნდა იქიდან გამომდინარე რომ პროექტის მანქანაა და ასე შემდეგ გვინდა რომ ყველაფერი მალე იყოს უკვე გადაცემული არის ჩატვირთვაზე და ხვალზე უკვე კონტეინერის ნომერიც გვექნება და კონტეინერში იქნება კი უკვე დარეზერვებულია კონტეინერი ამ მანქანისთვის და 2 დღეში გვექნება უკვე კონტეინერის ნომერი მე უკვე დაველოდებით ჩამოსვლას ეს რო ჩამოვა წავიდეთ ფოჩი დავესწროთ გახსნას აი გუნა მეთქვა გახსნას ხო დავესწროთ კი აუცილებლად მაგის პრობლემა ჩვენ ხო გადავიდოთ რაც მთავარი იმიტომ რომ ჩემ მანქანაზე პრობლემა ეგ იყო რომ ვერ გადავდიდი კარგად რა ძალიან კადრი დამაკლა მაგის პრობლემა არ გვაქვს ყველა პროცესს დავესწრები და ნახოთ ჩვენი თვალით რა ხო გვინდა გვინდა დაახლოებით როდის ვსვამობთ ეხლა არის უკვე იანვრის დასაწყისი პრინციპში ლამის შუა მოვიდა და დაახლოებით თვენახევრში ამ საათს თებერვლის ბოლოს მაქსიმუმ რა X შენაძენი რომელიც არ მიხსენებია რა ვიცით გამოცანა მაგას თებერვლის ბოლოს ეგ წამოსულია უკვე ჩატვირთულია და წამოვიდა თარიღიც წერია რომ თებერვლის ბოლოს უნდა ჩამოვიდეს მე მგონი ჩამოვა ხო ჩამოვაზრდა ხა წამოსულია უკვე წესით ზოგჯერ რაღაც არაფორმალური რაღაც ჩარევები ხდება ხან ბუნების კუთხით და ხან ფოთშია პრობლემები და ხანის ამ ბოლოს 3 თვეში რაც მოხდა გინდა ამერიკაში და გინდა ფოთში ერთად არ მოხდა რა ბოლო 2 წელია ალბათ რა შტორმები, გაფიცვები ფოთში გემებს ვერ ცლიდნენ იმიტომ რომ რეიდი სადაც გემები შემოდიან სილით იყო ამოსებული იქაც პრობლემა იყო და ბევრი რაღაც ისე მიეწყო რომ შეუძლებელი იყო რომ 3 თვის უკან გაგეთვალა რომ ეხლა მანქანას იყიდი აი ეს ყველაფერი გადახდება და მე ჩამოვარა და გამოვიდა რომ ფოთში ესეთი სიტუაცია იყო თურქეთში აყოვნებენ კონტეინერებს იმიტომ რომ აქ ადგილი არ არის რომ ამდენი კონტეინერი გაიხსნას და მანქანები დასაწყობდეს რომ მელე ხალხმა გაიყვანოს ამიტომ თურქეთში ხშირად აყოვნებენ დაახლოებით აი ეხლა რო თურქეთში მანქანა შედის ერთი 20 დღე შეიძლება დაყონდეს იქ და მერე მოდის აქეთკენ და თუ ეს პერიოდი მოუწია ორივეს
და თურქეთში თქვა ერთი შევიდა, მეორე შევა 20 დღეში შევიდეს, მაგრამ საქართველოს მეორე შევა მაინც ერთად ჩამოვიდეს რა. დროში სხვაობა კი იყო ყიდვისას, მაგრამ შეიძლება ერთმა მოასწრო შევა, მეორე მოასწრო შევა ერთად ჩამოვიდეს. ეხლა მითხარი, მოდი ისტორია კარგად. თან მაყურებელსაც უთხრათ, იმიტომ რომ მე ვერ დავიმახსოვრე ახლა მთლად ისე ყველაფერი მომეყოლა და შენიდან მოყოლილი უფრო კარგი გამოვა და უთხრე, როგორი ისტორია აქვს ჩვენს მაგნას. ისტორიის თემას ასე თუ ისე კრიტიკულად უდგებით ხოლმე კი იცი. ხო, კი. ისეთი კარგი მანქანები დამიწუნა ისტორიის გამო. ზოგჯერ არის ხოლმე შემთხვევა, რომ მაგალითად მოხმარებელი მოდის ისტორიას გააცნობს მანქანის, ნაავარიებია, წერია რა ჭირდა, რა არ ჭირდა ყველაფერი და შეიძლება თანახმა იყოს, მაგრამ ეს რადგან პროექტის მანქანაა და ასე ვთქვათ, ხალხს უნდა ვაჩვენოთ და ასე შემდეგ. და თან მოგანდე, აი, ავიცნობოდი რაღაცას მithქო, აი ესე ვქნათ რაღაცას თვითონ და აი მე არ ვიცი, შენ თქვი, შენ როგორც იტყვი, აი მაგაზე მოყვები და გიჯერებ. და აი 100%-იანი ის ქონდა დელეგირება რა მანქანას იყიდითა და დიდი მადლობა შენ ამბობისთვის. ამას ყავდა 3 პატრონი. მე მეოთხე რა. შენ ხარ მეოთხე კი. როგორც ისტორიაში ვნახულობთ, სერვისებს მანქანა რეგულარულად გადიოდა. ზედსაც უსვლიდნენ, როცა საჭირო იყო მაშინ. ასევე ხიდის ზედიც დასერვისებულია რამოდენიმეჯერ და რაც ყველაზე საინტერესოა. ჯანპატიოსანი მფლობელები ყავდა, რომელიც მანქანას უვლიდნენ, ხო? კი, ნამდვილად და რაც ყველაზე საინტერესოა, 79000-ზე აქვს ძრავი შეცვლილი. ამ მთლიანად ამოღებული და ახალი ძრავი არის ჩადებული? კი, ისტორიაში ესე წერია, კი. სად აქვს გაკეთებული? ეს აქვს გაკეთებული ამერიკაში, ტეხასში, BMW-ის ცენტრში. ანუ იმის ცენტრში ეს ყველაფერი გაკეთებული. მაშინ მე მგონი დიდ სანერვულო არაფერი არ არის. 79-ზე თუ შეუცვალეს ამას აქ ხო 119 გამოდის რომ 40000 მილია გავლილი ახალი ძრავით. კი. ანუ 40000 მილია გარბენი მანქანას ძრავით. კი, ძრავს. კი, ესე. და რესურსი დაახლოებით ხარამდე. რესურსი ემის შემთხვევაში როგორ არის, ეხლა ყველა ემს პატრონის სხვანაირად ხმარობს, ასე ვთქვათ. ემის რესურსის თქმა ძნელია. ემით არავინ არ სეირნობს და არავინ არ კატაობს. ყველას რაღაცისთვის ჭირდება ეს მანქანა. მე ვიკატავებ. აქედან გამომდინარე რესურსი თქმა ძნელია. შენ ხელში არ მგონია რამე დაიმართოს, მაგრამ ეხლა რო გითხრა 100000 აქ რესურსი ან 200000 ან მოგატყუებ. ემია პრობლემურია, მაგრამ პროექტისთვის საინტერესოა. ის გამოც ავარჩიე. ის გამოც ეს ხო არის ჩემი daily car. ერთადერთი საინტერესოა რა ხდება სალონში. შენი აზრით რა დაგვიჯდება ახლა ეს პროექტი? ეხლა თქვი და ტულს დავადებ შენ დათქვამს რომ მე ბოლოს იმას ვიზავრებ ორიგინალს ჩავსვამ და ნახოთ აი ზოგადად ახლა ფასებზე რა დარწმუნებული რაღაც კითხვები იქნება რომ რამდენში ვიყიდეთ და ასე შემდეგ და ამ ყველაფერს ბოლოში შემაჯამებელ ვიდეოს გაგიკეთებთ რამდენში ვიყიდეთ ჩამოყვანა რა დაგვიჯდა რაღაც ყველაფერი აი საბოლოო ყველანაირი კალკულაცია რომ ექნება და ფინალური ფასი მეწოდინება მანქანის რა დაჯდა ეს პროექტი მაგაზე ეგრე გავაკეთებ ჯობია ხა წინასწარ რაღაცების თქმას რომ ეს ამდენი დაჯდა და ამდენი იქნება და ხა უბრალოდ დავითხარ просто დააფიქსირო ვიდეოში რაღაცა ისტორია შევიდა ისტორიის შემონახო ხო რა ჩემი პროგნოზი ხო ჩემი პროგნოზი რა დაგვიჯდა ჩემი პროგნოზით ეს პროექტი დაგვიჯდება კი всё ითქვა просто თქვენ არ გეტყვით და აი მე ბოლოს რო ჩავწევ ვიდეოს იქ ჩავსვავ აქ რამდენი ნახოთ როგორ დავამთხვევით ეგ თანხა ცოტა იყოს მაშინ მანქანის ფული გადახდილი კაცო განაჩენი ეხლა როგორ შეგვიდი კახეთიდან ძალიან ბევრი მწვადი და კაი ნურიანი ხაშვა მაქვს ნაჭამი და всё დღევანდელი ჭამარი ბოლოაწი ანაკომზე გადავალ მე რო ეგ ფული მოვაგროვა და სანამ ამ პროექტს ბოლოში არ გავიყვან ანაკომის სუბზე და ჰაჰა ციციბურაზე ვიცხოვრო აი ნერვიულო ხო იცი შენი სპონსორი შენ გვერდით არის და ყველაფერში დაგეხმარა აი და შეც როგორ მომშვიდო შეგეთქვა მე იმიტომ რომ მანამდე თქვი რა როგორც კი გავიდი ახლა მანამდე ხომ მაგრამ ხარი აუვიყიდოთ მანქანა და ხომ მიდი ამასე თამაში და იმასე თამაში და ეს თქვენ როგორც კი ფაქტის წინაშე დავდექი მანქანა ვიყიდეთ და გავაცნობ რომ იმ დღეს რომ მქონდა იმდენი ფული გადასახდელი და მე რა მარტო ეს ფული ენის მე ჩამოყვანა გაკეთება გამბაჟება აუ უცბად ერთ დღეში გავღარიბდი და იმის მერე ღარიბი ვარ კამერი მოვიჭირე ბოლო ნახრეთამდე არაფერზე არ ნერვიულო შენ მაყურებელს შენ გამომწერებს შევთავაზებთ ძალიან კარგი კონტენტს მაგ მანქანას დავხრებით დავესწრებით გახსნას ჩამოვყვათ თბილისში აქ არიან ჩვენი პარტნიორი ძალიან მაგარი ბიჭები ვინც ამ მანქანების გაკეთებაში დაგვეხმარებიან
და საბოლოო ჯამში გამოვა ის, რაც ჩვენ გვინდოდა და რაც ქონა ჩაფიქრებული რა. მოკლედ სანერვიულო არაფერი არ არის. მოკლედ მეგობრებო. ხო გაიგეთ. გამოიწერეთ არხი. არ გამოტოვოთ, ძალიან კაი ვიდეოდება წინ ცოტა ოდინი მოგვიწევს მის, იმიტომ რომ ჩვენ ნახევარი დარჩა ამ ვიდეოდან ჯერ კიდევ რო ეს მანქანა ჩამოვიდეს, მაგრამ ძალიან მალე გავა ეს ჩვენ ნახევარი და ძალიან კაი რაღაცები გველოდება წინ. ამიტომ გამოიწერეთ არხი და ლაიქით ვიდეო და კომენტარის დაწერას და გავიწყდეთ დასაწყისში რა გითხარით. აგვედროებით.